ირაკლი ალასანია, სახელი და გვარი, რომელიც საქართველოს ნომერ პირველ მტერთან ასოცირდება. სახელი და გვარი, რომელიც ჯოჯოხეთთან ასოცირდება. რა განაპირობებს პოლიტიკური ჯგუფის თუ ცალკე აღებული პოლიტიკოსის საგარეო პოლიტიკურ კურსს? პატრიოტული და მორალური პრინციპები თუ დაფინანსების წყარო. როგორც ჩანს, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი სწორედ დაფინანსებაა. სხვაგვარად რთული სათქმელია, რატომ შეაქცია ზურგი ნატოს პოლიტიკოსმა, რომელიც მანამდე პროდასავლური იმიჯით სარგებლობდა. შემდეგი სიტყვები თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა გაზეთ საქართველო და მსოფლიოს უთხრა. ჩვენი ეროვნული ინტერესების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება. სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებზე აქცენტების გაკეთებისგან კი თავი უნდა შევიკავოთ. ტელეიმედი. ეს თავისუფალი სიტყვის მიუკერძოებლობის და დემოკრატიის ძეგლი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ კურსზე სუყე სიუჟეტს აკეთებს. ყველა შეგახსენებთ, რომ ეს ცნობილი სიმართლის მაძიებელი არხი ერთ ავად სახსენებელ დროს სახელმწიფოს მტერის ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია იყო. მე მინდა ჩემს კოლეგას ვუთხრა, თუმცა ალბათ ეს დამოუკიდებელი მედია მე კოლეგად არ აღმიქვავს, იმდენად რამდენადაც მე კონტროლირებადი ვარ, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მე უკეთესი სიუჟეტის შეთავაზება შემეძლია ალასანიას პოლიტიკურ კურსზე. მაშასე, ირაკლი ალასანია, ბოროტების სავანე. რუსული სპეცსამსახურების დავალებით 1912 წელს ირაკლი ალასანიამ ატლანტიკის ოკეანეში იმ დროისთვის ყველაზე დიდი გემი ტიტანიკი და ლეონარდო დიკაპრიო ჩაწინა. ალასანია გადაიქცა აისბერგად და შეეჯახა ტიტანიკს, რასაც მოჰყვა ადამიანების სიკვდილი. 1959 წელს ირაკლი ალასანია შეიპარა საავადმყოფოში. გადაიცვა ექიმის ფორმა და ფანჯრიდან გადმოაგდო ყველა დროის გენიოსი გალაქტიონ ტაბიძე. რის შედეგადაც გალაქტიონი გარდაიცვალა. ირაკლი ალასანიამ 1927 წელს მწერალთა კავშირში წარმოთქვა ისეთი სიტყვა, რომ პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. ირაკლი ალასანია თანამშრომლობდა და დღესაც თანამშრომლობს ყველა დროის სიბოროტის განსახიერება იოსებ სტალინთან, ჰიტლერთან და მურვანკოსთან. ამ უკანასკნელის დავალებით ის 735-727 წლებში შემოიჭრა საქართველოში და აგვაოხრა. არ დაინდო ქალები და ბავშვები და მათი სისხლით იკეიფა. ირაკლი ალასანიამ მოატყუა გუდუნა და მოაკვლევინა მამამისი, დათა თუთაშხია. და ახლა რამდენი პროცენტის იმედი აქვს ამას არჩევნებში?